Teraz słuchasz podcastu Polski z Lili. Tutaj nauczysz się czegoś nowego w ciekawy sposób, żebyś poprawił gramatykę, rozumienie ze słuchu i zaczął mówić po polsku. Słuchając tego podcastu możesz się uczyć polskiego gdzie tylko chcesz, w dowolnej sytuacji lub w dowolnym czasie. Więc zaczynamy! Dzień dobry, witam! Jak się masz? Dzisiaj jest niedziela i to znaczy, że dzisiaj mamy drugi odcinek naszego podcastu Polski z Lili. გამარჯობა ყველას, მოგესალმებით. როგორ ხართ? დღეს არის კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არის მეორე ეპიზოდი ჩვენი პოდკასტის, ანუ გადაცემისა პოლონური ლილისთან ერთად. გადაცემისა, რომელიც დაგეხმარებათ დაიხვეწოთ საუბრის უნარჩვევები, მოსმენის ასევე და დაიწყოთ პოლონურად დამოუკიდებლად საუბარი. და დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება გრამატიკა, ახლანდელი დრო. როგორც იცით, გრამატიკის გაკვეთილები არის საჭირო, რათა შევძლოთ დამოუკიდებლად სიტყვების წინადადებების აწყობა და არ მოხდეს უბრალოდ ასე ვთქვათ, გაუაზრებლად და მექანიკურად დამახსოვრება გამზადებული წინადადებების. ამიტომაც დღევანდელი თემა იქნება ზმნების უღლება ახლანდელ, ანუ აწმყო დროში. აი როგორიცაა მაგალითად, მე ვცხოვრობ, შენ ცხოვრობ, ის ცხოვრობს, ან მე ვაკეთებ, შენ აკეთებ, ის აკეთებს და ასე შემდეგ. მე შეგახსენებთ, რომ ეს თემა YouTube-ის არხზე უკვე არის ჩაწერილი, შეგიძლიათ გადახვიდეთ არხზე პოლონური ლილისთან ერთად და მოიძიოთ ეს გაკვეთილი აწმყო დროის შესახებ, რომელიც შეგხვდებათ პირველ და მე-11 გაკვეთილებში. იქ უკვე ახსნილი გვაქვს და ვისაც გჭირდებათ გადახედოთ და იყოთ უფრო მეტად დარწმუნებული, შეგიძლიათ შეხვიდეთ და კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ვიდეოები. ასევე შეგახსენებთ, რომ თუ თქვენ შეხვალთ დღევანდელი გაკვეთილის აღწერაში, თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ დღევანდელი გაკვეთილის კონსპექტი, ანუ ჩანაწერი, რომელიც იქნება გაკეთებული თვალსაჩინოდ, რათა შეძლოთ თვალით აღქმა იმისა თუ რაც ახსენით დღეს და გქონდეთ ერთგვარი დღევანდელი გაკვეთილის მონახაზი. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ დღევანდელი გაკვეთილის თემაზე, დღევანდელ გაკვეთილზე. ჩვენ ვახსენეთ, რომ დღეს ავხსნით ზმნების უღლებას ახლანდელ დროში. ხო, ანუ მე ვცხოვრობ, შენ ცხოვრობ, ან სხვა რაიმე ზმნის უღლებას. სანამ დავიწყებთ აი ამ უღლებას, მოდით შევიხსენოთ, ასე ვთქვათ, გავიხსენოთ მაინც რა არის ზმნა, ხო? ზმნა იგივე მოქმედებაა, ხო? მოქმედებები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზმნას დაესმის კითხვა, რას შვება, რას აკეთებს და ყველაფერი, რაც კი გასცემს აი ამ კითხვაზე პასუხს, არის ზმნა. ხო, აი მაგალითად, რას შვება, თამაშობს, ან თუ გნებათ პირველ პირში, ანუ ჩემ თავზეც შეიძლება რომ ვთქვა, ხო? რას ვშვები, ვთამაშობ, რას ვაკეთებ, დავრბივარ, ვწერ, ვხატავ, მღერი, ვუსმენ და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, არის მოქმედებები, ხო? ანუ ესე იგი წერა, ხატვა, სირბილი, ცხოვრებაც კი, თამაში, დალოდება, საუბარი, სიმღერა, ცურვა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის მოქმედებები, ანუ ზმნები. და დღეს სწორედ აი ამ ზმნების უღლებას ვისწავლით. ეხლა კი მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი ზმნა და აი ამ ზმნის დახმარებით ვისწავლოთ უღლება. ავიღოთ მაგალითად zaczynać, ანუ დაწყება. აი როგორც ხედავთ, zaczynać, დაწყება არის საწყის ფორმაში უკვე წარმოდგენილი, ხო? ანუ საწყის პოზიციაში. ჯერ არ არის ნაუღლები, ანუ ჯერ არ ჩანს ვინ იწყებს, მე ვიწყებ, შენ იწყებ, ის იწყებს, ჩვენ ვიწყებთ თუ ასე შემდეგ. ესე იგი გვაქვს zaczynać, დაწყება. და როგორ ხდება ახლა ამ ზმნის უღლება? ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ როგორ არის ზმნა საწყის ფორმაში. აი ხედავთ zaczynać. აი ახლა გვჭირდება აი ამ ზმნის უღლება. ესე იგი პირველი, რასაც აკეთებთ,
არის ის, რომ უნდა ჩამოაშოროთ აი ამ ზნას ბოლო ასობგერა. ანუ აი ამ ზნაში ბოლო ასობგერა გვაქვს ჩ. ანუ začína չ, აი ამ ჩს ჩამოაშორებთ, სანამ აუღლებთ. აი ამ ჩს ჩამოშორების შემდეგ დააკვირდებით რა დაგრჩებათ, ხო? აი ამ შემთხვევაში დაგვრჩა რა? začína, აი ეს დარჩა. იმიტომ რომ წეღან ჩამოვაშორეთ ჩ, ხო ასეა? ეხლა აი ეს ნაწილი რაც დაგვრჩა, ამას გრამატიკულად ვეძახით ფუძეს. აი უბრალოდ გრამატიკული სახელი აქვს დარქმეული, აი როგორც სხვადასხვა ნამსხვარს ან რაღაცას ხო თავისი სახელი ქვია, ყველაფერს თავისი სახელი ქვია, გრამატიკაშიც აი ამას ქვია ფუძე. ანუ გვაქვს začína. ახლა კი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ აი ამ ფუძეს თითოეულ პირში, ანუ ყოველ პირში უნდა დავამატოთ თავისი შესაფერისი დაბოლოება. ანუ ჩვენ უნდა დავიზეპიროთ, უნდა ვისწავლოთ, რომელ პირში რა დაბოლოება უნდა დავამატოთ. აი დავიწყოთ პირველი პირით. როგორ ვიტყვი პირველ პირში, ანუ მე, ჩემს თავზე, მე ვიწყებ. პირველ პირში უნდა დავიმახსოვროთ, რომ უნდა დავამატოთ მ ასობგერა. მ ასობგერა, ესე იგი ემატება პირველ პირში. ესე იგი, დავფიქრდეთ, მე ვიწყებ. აბა როგორ იქნება? ესე იგი, ფუძეს, რომელიც დაგვრჩა, უნდა მივამატოთ მ და ფუძე არის začína. ესე იგი, გამოვიდა začínam. ძალიან კარგი. ესე იგი, ja začínam არის მე ვიწყებ. მაგალითად, ja začínam pracować o 10:00. მე ვიწყებ სამსახურს, მე ვიწყებ მუშაობას 10 საათზე. ახლა კი მეორე პირი, მეორე პირში ფუძეს უნდა დავამატოთ ყოველთვის შ. ანუ, როდესაც შ-ს ვამატებთ რა გამოდის, აბა, დავფიქრდეთ. ესე იგი, ფუძე გვაქვს začína, დავამატეთ შ, გამოგვივიდა začínaš. ესე იგი, მეორე პირი, შენ იწყებ. Ты, ანუ შენ, ты začínaš. შენ იწყებ. ძალიან კარგი. მესამე პირი არის ის, ანუ როცა ვსაუბრობთ მესამე პირზე, ის იწყებს. მესამე პირში დავიმახსოვროთ, რომ გურჩება მხოლოდ ფუძე. არაფერს არ ვამატებთ ფუძეს. ესე იგი, on začína, უბრალოდ začína, ფუძე. ის იწყებს. ის იწყებს. On začína, ან ona začína. ona ვამბობთ იმ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ მდედრობით სქესზე, ანუ მაგალითად გოგოზე, რომ ის იწყებს, ona začína, on ვამბობთ, როდესაც ვსაუბრობთ მამრობით სქესზე, ანუ მაგალითად ბიჭზე, on začína. ახლა კი გადავდივართ მრავლობით რიცხვზე, ანუ ერთზე მეტ ადამიანზე როცა არის საუბარი, ესე იგი ჩვენ, თქვენ და ისინი. ჩვენ არის მრავლობითის პირველი პირი, ჩვენ, მეორე პირია თქვენ და მესამე პირია ისინი. წეღან ჩვენ განვიხილეთ პირველი, მეორე და მესამე პირები, მაგრამ მხოლობით რიცხვში, ანუ პირველი პირი მე, მეორე შენ, მესამე ის. ახლა კი არის მრავლობითი რიცხვის დრო. ესე იგი, მრავლობითი რიცხვის პირველ პირში, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენზე, რომ ჩვენ ვიწყებთ, ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ ვცხოვრობთ და ასე შემდეგ, დავიმახსოვროთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ ისევ ფუძე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ესე იგი, ფუძე გვაქვს začína და ასე ვთქვათ, დაბოლოებას ვამატებთ mi. mi. ესე იგი, začína plus mi გამოვა začíname. ვიწყებთ, ხო? začíname. ჩვენ ვიწყებთ, იქნება mi začíname. ანუ mi არის ჩვენ. začíname ვიწყებთ. ახლა კი მრავლობითის მეორე პირი, ანუ თქვენ იწყებთ. ამ შემთხვევაში ფუძეს უნდა დავამატოთ ჩე წინდებული. ჩე, ანუ вы začína ფუძე პლუს ჩე გამოგვივიდა začínacie. ესე იგი, вы თქვენ, вы ნიშნავს თქვენ, začínacie იწყებთ. ახლა კი ბოლო პირი, ანუ მესამე მრავლობითი პირი, ანუ რომელიც არის
ისინი იწყებენ, ისინი ცხოვრობენ, ისინი აკეთებენ და ასე შემდეგ. ესე იგი, oni zaczyna ფუძეს ვამატებთ ion წინდებულს. ანუ გამოგვივა zaczynają იწყებენ. Oni zaczynają ისინი იწყებენ. Oni ნიშნავს ისინი, ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ oni იყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ ან მხოლოდ მამაკაცებზე, ან მხოლოდ მამრობით სქესზე, ესე იგი დავუშვათ ბიჭებზე, ბიჭმეგობრებზე ან ნათესავებზე ვამბობ, რომ ისინი რაღაცას იწყებენ, ხო? მაშინ უნდა გამოვიყენო oni zaczynają. თუ ისე მოხდა, რომ არის შერეული, ანუ ვისაც ვლაპარაკობთ, იქ იმყოფებიან გოგონებიც და ბიჭებიც, მაშინ ვამბობთ ისევ oni, არაფერს არ ვთვლით. ამ შემთხვევაშიც ვამბობთ oni zaczynają, ისინი იწყებენ. მაგრამ თუ ისინი ვისაც ვლაპარაკობთ ჩვენ არიან მხოლოდ გოგონები, მაშინ უკვე უნდა გამოვიყენოთ one zaczynają, ანუ ისინი გოგონები იწყებენ, ხო? ესე იგი, მესამე პირი oni გამოიყენება ისინი, როდესაც ვსაუბრობთ ან მხოლოდ ბიჭებზე, ან შერეულზე, სადაც არიან ბიჭებიც და გოგონებიც. და one მხოლოდ მაშინ გამოვიყენებთ, სადაც საუბრობთ გოგონებზე. ახლა კი დროა შევამოწმოთ თუ ვინ უსმენდა ყურადღებით. დიახ, ყურადღებით უნდა დარჩეთ, რადგან აი ამ მთელი გაკვეთილის პროცესში თქვენს მიიღებთ მონაწილეობას და შეამოწმებთ თქვენს ცოდნას. მოდით დავიწყოთ. ახლა ამჯერად მე ავიღებ სხვა მნიშვნელობის ზმნას, მაგალითად oglądać, რომელიც ნიშნავს ყურებას. თქვენ კი მოგიწევთ აუღლოთ ეს ზმნა იგივე პრინციპით, ზუსტად იგივე, რომელიც აი ეხლა ავხსენით. შეგიძლიათ ეს ზმნა აუღლოთ ეხლა როგორც ფურცელზე დაწერით, ანუ შეგიძლიათ დაწეროთ, ან ზეპირად გააკეთოთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენთვის უფრო კომფორტულია. შეგიძლიათ დააპაუზოთ ეს ეპიზოდი და აუჩქარებლად აუღლოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ გარდა ამ ორი ზმნისა, რომელიც დღეს გამოვიყენეთ, იქნება სხვა ასევე ბევრი ყოველდღიური და აუცილებელი გამოსაყენები ზმნები დაწერილი დღევანდელი დღის კონსპექტში, დღევანდელი გაკვეთილის ჩანაწერში შეგხვდებათ ასევე ბევრი სხვა ზმნა. ახლა კი პატარა სავარჯიშო, რომელიც შეამოწმებს თქვენს ცოდნას. ახლა თქვენ მოცემული წინადადება უნდა ჩასვათ სწორად, ანუ მოცემულ წინადადებაში იქნება ზმნა oglądać, ყურება, რომელიც უნდა ჩასვათ სწორ პირში. ანუ სწორად უნდა შეუსაბამოთ პირი, საწყისი ფორმიდან უნდა გადაიყვანოთ შესაბამისად. მოდით მოусმინოთ აი ამ წინადადებას. Ja i Ania oglądać telewizję codziennie. ანუ ja i Ania, მე და Ania oglądać ყურება telewizję codziennie, ტელევიზორს ყოველდღიურად. აი როგორც ხედავთ, oglądać არის საწყისი, უნდა იყოს ვუყურებთ. ანუ ქართულად შეესაბამება მე და Ania ვუყურებთ, ხო? და არა მე და Ania ყურება. აბა დავფიქრდეთ თუ როგორ იქნება სწორ ფორმაში, სწორი პირი უნდა შეარჩიოთ. ახლა კი პასუხი. Ja i Ania, ანუ მე და Ania, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინ? ანუ ჩვენ, მე და Ania, ანუ ჩვენ, მე. იგივეა როგორც მე. ესე იგი, ვუყურებთ იქნება oglądamy telewizję codziennie. ესე იგი, ja i Ania oglądamy telewizję codziennie. მე და Ania ვუყურებთ ტელევიზორს ყოველდღიურად. ძალიან კარგი. ახლა კი მინდა აგიხსნათ ოდნავ განსხვავებული ტიპის ზმნა, რომელიც ოდნავ სხვანაირად იუღლება. ანუ ოდნავ სხვანაირი დაბოლოებები აქვს და ეს ცვლილება ძირითადად ეხება პირველ პირს. ყურადღებით მოვუსმინოთ მეორე ტიპის ზმნა, უნდა ავხსნათ ახლა. როგორც წეღან ავხსენით, წეღანდელი ზმნა პირველ პირში, ანუ oglądać
oglądać და zaczynać. პირველ პირში მთავრდებოდა m-ზე, ხო ასეა? Ja oglądam, ja zaczynam, მაგრამ ყველა ზმნა პოლონურ ენაში აუცილებლად არ დამთავრდება პირველ პირში m-ზე. არის შემთხვევები, როდესაც დაგვიმთავრდება e-ზე. ესე იგი, პირველ პირში ზმნა შეიძლება ხან დამთავრდეს m-ზე, ხან დამთავრდეს e-ზე. და აი ასეთი ტიპის ზმნები, რომლებიც პირველ პირში მთავრდება e-ზე, არის მაგალითად lubić, mówić, robić და ასე შემდეგ. აი ეს სამი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი, ხო? ყოველდღიური ზმნა, ანუ lubić არის მოწონება, mówić ლაპარაკი და robić კეთება. ესე იგი, აი ამ ზმნას თუ ვაუღლებთ ერთ-ერთს, თუ ავიღებთ მაგალითად lubić მოწონებას და ვაუღლებ მე მომწონს, შენ მოგწონს და ასე შემდეგ, პრინციპი არ შეიცვლება, რაც აი ეხლა ვისწავლეთ ზუსტად იგივე რაღაცებს გავაკეთებთ, უბრალოდ პირველ პირში მს მაგივრად დავაბოლავებთ რაზე? e-ზე, ხო? e-ზე, როგორც წეგან ვახსენე, მაგრამ ეს არ იქნება ჩვეულებრივი e, თქვენ ალბათ უკვე იცით უმეტესობა, რომ არსებობს მეორენაირი e-ც, რომელსაც აქვს კუდი, ასე ვთქვათ, მე ვეძახი კუდიან s და აი ამ e-ზე არის ზუსტად საუბარი. ესე იგი, არ ვამბობთ ja lubim, მე მომწონს, არამედ ვამბობთ ja lubię, ja lubię. ესე იგი, იგივე პრინციპით ვმოქმედებთ, ხო? აი მაგალითად, გვაქვს საწყისი ფორმა lubić, მოწონება, ვაშორებთ չ ასობგერას, აი ამ ბოლო ასობგერას ვაშორებთ, გურჩება ფუძე, რომელიც ვახსენეთ, lubi, ანუ ეს გურჩება, აი ამას ვავმატებთ პირველ პირში e ასობგერას, ესე იგი გვაქვს ja lubię. ეხლა მეორე პირი, შენ მოგწონს. დაგვრჩა ფუძე, ხო? ფუძე უნდა გვქონდეს ყოველთვის, არ უნდა გადავუხვიოთ აი ამ ფუძეს, არაფერი ზედმეტი არ უნდა დავამატოთ, ესე იგი ფუძე გვაქვს lubi, ხო? ჩუს ჩამოშორების მერე გვაქვს lubi. Ty lubisz, š ემატება, ხო? Ty lubisz, შენ მოგწონს. ეხლა მესამე პირი, აბა მესამე პირში რა ხდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინა ზმნების უღლების დროს, მესამე პირში, ანუ როდესაც ვლაპარაკობთ ის ამ შემთხვევაში მას მოსწონს ფუძე გვრჩება, ცარიელი ფუძე, არაფერს არ ვამატებთ. on ან ona lubi, მას მოსწონს. ახლა კი მრავლობითი რიცხვი დავიწყოთ. ეხლა ჩვენ მე ფუძეს პლუს რა უნდა დავამატოთ? მე, ხო, ისევ მე. მე lubimy, ჩვენ მოგწონს. ახლა თქვენ მოგწონთ. თქვენ იყო როგორ? ვი, ხო? ვი. ფუძე გვაქვს პლუს რას ვამატებდით? ჩვენ, აი ამ პირში რას ვამატებდით? გავიხსენოთ? cie, ხო? cies ვამატებდით. ესე იგი, ვი lubi ფუძეს პლუს cie გამოგვივიდა ვი lubicie, თქვენ მოგწონთ. და ბოლო მათ მოსწონთ, ანუ მათ მესამე ბოლო პირია, მესამე მრავლობითი პირია აი ეს, oni ან one, რას ვამატებთ? lubią, კუდიანი a, lubią, oni, one, lubią, მათ მოსწონთ. ახლა თქვენ შეგიძლიათ მშვიდად გამოყოთ დრო და აიღოთ მაგალითად რომელიმე ზმნა მსგავსი ან mówić ან robić და დამოუკიდებლად აუღლოთ და შეამოწმოთ თუ როგორ გესმით ეს კონსტრუქცია, თუ როგორ გაიგეთ. ახლა კი შემდეგი ცოდნის შესამოწმებელი სავარჯიშოს დროა, აი პატარა სავარჯიშოც მოვუსმინოთ. Moja siostra i jej koleżanka nie lubić herbaty. ანუ ჩემს დას და მის მეგობარს არ მოსწონთ ჩაი. Moja siostra, ჩემს დას, i jej koleżanka და თავის მეგობარს nie lubić არ მოწონება, ამ შემთხვევაში არ არის ჩასმული სწორად, არ მოწონება
herbaty, chai. ანუ უნდა გამოვიდეს სწორი ფორმით. ჩემს დასტამის მეგობარს არ მოსწონთ chai. აბა როგორ იქნება? იხელთეთ ცოტა დრო, დაფიქრდით, არ არის რთული, ხო? აბა როგორ ჩაისმება სწორ ფორმაში ლუბიჩ? დავფიქრდეთ, რომელი პირია საჭირო? რომელი? აბა მე, ისინი, ჩვენ, თქვენ, თუ რომელი უფრო შეესაბამება, ხო? აი ქართულად რომ ვიფიქროთ ჯერ. და სწორი პასუხია moja siostra i jej koleżanka nie lubią herbaty. ჩემს დასტა თავის მეგობარს არ მოსწონთ ჩაი და არ მოწონება, ხო? nie lubią, არ მოსწონთ. აქ ჩავსვით, გამოვიყენეთ მესამე ბოლო პირი, ანუ მესამე მრავლობითი პირი, მათ მოსწონთ. აი ეს გამოვიყენეთ. oni, one lubią. იმიტომ რომ ანია და თავისი მეგობარი არის მესამე პირი, ხო? ისინი, ესე იგი oni, one, ამ შემთხვევაში one, ხო, გოგოების შემთხვევაში. აი, როგორც ხედავთ, პოლონურად შესაძლებელია და სწორია, რომ საჭმელზე თუ სასმელზე ვთქვათ, არ მომწონს ან მომწონს ჩაი თუ შოკოლადი თუ ყავა და ასე შემდეგ, მაგრამ ქართულად უფრო სწორი იქნებოდა მიყვარს, ხო? აი, მაგალითად, მათ არ უყვართ ჩაი, ხო? და აი ეს სავარჯიშო იყო დღეისათვის ბოლო და აი ამით დავასრულებთ ჩვენი გრამატიკის გაკვეთილს. მიუახლოვდა დასასრულს დღევანდელი გადაცემა. ძალიან გამიხარდება თუ ეს გადაცემა თქვენთვის მართლაც სასარგებლო აღმოჩნდება და იმედია ყველაფერი გასაგები იყო. მე კი შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ დღევანდელი გაკვეთილის შეჯამება და ასევე მრავალი სხვა ზმნები თუ სავარჯიშოები შეგიძლიათ გადმოწეროთ აი ამ გადაცემის აღწერიდან გადახვიდეთ ლინკზე და გახსნათ მიმაგრებული ფაილი. პოლონური ლილისთან ერთად არხი კი ასევე შეგიძლიათ გადმოიწეროთ YouTube-ზე და გამომყვეთ Facebook-ზე ან TikTok-ზე. ასევე ძალიან გამიხარდება თუ აი ამ გადაცემას დაუტოვებთ შეფასებებს Spotify-ზე იქ, სადაც მისმენთ და ეს მართლაც მნიშვნელოვანი იქნება, мотивაციას მომცემს და მეცოდინება მომავალში რა უნდა გავითვალისწინო და ასე შემდეგ. მე კი მომავალ კვირას ახალი ეპიზოდით დაგიბრუნდებით, გისურვებთ მშვიდობიან დღეს, do usłyszenia!